უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის წინააღმდეგ ოპოზიციის ახალი არგუმენტი სააკაშვილის ადვოკატის მომზადებული მოსაზრებაა. ჯერემი მაკბრაიდი ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭოს პრეზიდენტია. დოკუმენტი ქართული კანონის კრიტიკით სწორედ ამ ორგანიზაციას ეკუთვნის და არა ევროსაბჭოს, როგორც ამას ოპოზიცია წარმოაჩენს. ანუკი ჩხიკვაძე პირდაპირ ეთერში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რადიკალები რეალობასაც აყალბებენ და ასე ხდება ახლაც, როდესაც ოპოზიცია და მათთან აფილირებული მედია საშუალებები ევროსაბჭოს არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრებას ევროსაბჭოს დასკვნად ასაღებენ. ამჯერად ამერიკული ფარას ზუსტი ასლის გაწევას საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ევროპელი ადვოკატი ითხოვს. პოლიტიკურად ანგაჟირებულ მორიგ დოკუმენტს სტრასბურგიდან ამჯერად ევროპის საბჭოს არასამთავრობო ორგანიზაცია აგზავნის. ეს დოკუმენტი, რომ რადიკალების მიზნებს ემსახურება, იმითაც დასტურდება, რომ ავტორი მიხეილ სააკაშვილის მოქმედი ადვოკატია. ექსპერტად წოდებული ევრობიუროკრატები ტრადიციულად საქართველოში უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის გაწევას ითხოვენ. ისევე როგორც წარსულში ევროპიდან წამოსულ ამ მოთხოვნას ახსნა განმარტებას ვერც ახლა უძებნიან. რატომ არის ამერიკული ფარა ამერიკაში დემოკრატიული და საქართველოში ფუნდამენტური ღირებულების მთავარი მტერი. მიზან შეწონილია გაუქმდეს აღნიშნული აქტი და შეწყდეს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც მის დებულებათა შესრულებას ისახავს მიზნად. ამ манипуляციურ დოკუმენტს დრამატიზმს ქართველი რადიკალები და მათთან აფილირებული მედია მატებს. საზოგადოების მოტყუებისა და ნეგატიური დამოკიდებულებების გასაღვივებლად ოპოზიციური მედია ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრებას ევროსაბჭოს დასკვნად ასაღებს. მეტიც ნაციონალურ მოძრაობაში ამერიკულ ფარას რუსულ კანონს უწოდებენ. მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ევროკავშირში ჩვენს ევროპულ პარტნიორებში არსებობს ჩამოყალიბებული მოსაზრება, რომ ეგრეთ წოდებული რუსული კანონი სრულ წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ კანონმდებლობასთან. ურეიტინგო ოპოზიცია ახლა ევროპელი NGO-ებიდან წამოსული გზავნილების იმედადაა დარჩენილი. მათი ევროპელი პატრონები ქართველ რადიკალებს გულს არ წყვეტენ და ერთმანეთის მიყოლებით ისეთ დოკუმენტებს აქვეყნებენ, სადაც ოპოზიციის მხარდაჭერა და ორმაგი სტანდარტი ერთნაირად ისახება. ამიტომ მმართველი გუნდისთვის ევროპის საბჭოს ექსპერტთა მოსაზრება მორიგი ფარატინა ქაღალდია, რომელსაც წონა მხოლოდ ქართველი რადიკალებისთვის აქვს. საზოგადოება უნდა გაბრაზდეს ხელისუფლებაზე და ეს საზოგადოება უნდა გამოვიდეს იმ ძალით ქუჩაში, რომ არ იყოს ლაპარაკი არ მცირედი ცხოვრებაზე და ან კიდევ შეასრულონ თავარი ამოცანა ფიზიკური დაპირისპირების პირობებში მოახდინონ ხელისუფლების დამხობა. რაზედაც ღიად ლაპარაკობენ. ვინაიდან ხალხი არ გამოდის და მხარს არ უჭერს, ამათ უნდათ რომ განსაკუთრებით ახალგაზრდების გაღიზიანება მოხდეს აი ამ ბერკეტით. საქმე გვაქვს ბოლო წლებია საერთოდ უსტანდარტობასთან და არაერთხელ გამგვიმარტავს ჩვენი მეგობრებისთვის, ჩვენი ეგრეთ წოდებული მეგობრებისთვის, ესე ვთქვათ, თავდადებული ქართველებისთვის ქვეყნის გარეთ, ესა თქმა უნდა ხუმრობით, რომ რეალურად ნებისმიერი კანონი, რომელიც მოქმედებს ჩვენ საკანონმდებლო სივრცეში, ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ინტერპრეტაცია, ილუზიები, ცრუ აღქმების თეორია, ეს არის მათი, ესე ვთქვათ, სცენარი, ეს არის მათი სამოქმედო გეგმის ნაწილი. ჩვენ გადმოვიღეთ სიტყვასიტყვით ნათარგმნი, შევახსენებთ ჩვენს მოქალაქეებს, კოპირებული ვარიანტი იმ რედაქციით, რა რედაქციითაც იგი დღეს მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, შესაბამისად თუ ფარას აკრიტიკებენ საქართველოში, მაგ შემთხვევაში საინტერესოა გააკრიტიკებენ თუ არა ფარას ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუმცა ამასთან დაკავშირებით ჩვენ მათი კომენტარი არ მოგვისმენია, შესაბამისად რა თქმა უნდა, აქაც გვაქვს საქმე ორმაგ სტანდარტთან. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უნდა გაიწვიოს კანონი, რომელიც გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და ამერიკული ფარას ასლია.